მარკოზის სახარების განმარტება თავი მეხუთე. თავი 5, მუხლი 1, 5 და მოვიდეს წიაღ ზღვასამას, სოფელსამას ღადარინელთასა. და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეხსეულად მოეგებოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისათანა იყო არაცმი დაისული, რომელსაც საყოფლადვე აქონდა საფლავები და არცაღა ჯაჭვები თავის ხელეწიფა შეკრვად იგი. რამე თუ მრავალგზის ჯაჭვითა და ბორკილითა შეკრულიყო იგი და განხეთქის და შემუსრის და არავის ეძლო დაყენებად მისა. და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადემ და დაიკოდ თავსათვისა ლოდითა. უფრო შესწორებულ პირებში ვკითხულობთ, სოფელსამას გერგესველთასა მათი ამბობს, რომ იყო ორი ეშმაკეული, მარკოზი და ლუკა კი ერთზე საუბრობენ. ამ უკანასკნელებმა მათგან უფრო მძვინვარე ამოირჩიეს და მასზე გვიამბობენ. ეშმაკეული მოდის და აღიარეს ქრისტეს ძედ ღმრთისა. რამდენადაც ნავში მყოფნი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, თუ ვინ იყო იგი, ამას მოჰყვა უეჭველი მოწმობა მასზე მტრების მხრიდან, გულისხმობ ეშმაკებს. ეშმაკეული ცხოვრობდა საფლავებში, რადგან ეშმაკს სურდა ამით შთაეგონებინა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთა სულები ეშმაკები ხდებიან. თავი 5, მუხლი 6, 10 და ვითარცა იხილა მან იესო შორით, მორბიოდა და თაყვანის სცა, ღაღადებდა ხმითა დიდითა და იტყოდა, რა იძეს ჩემი და შენი, იესო ძეო ღმრთისა მაღლისაო. გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე. რამე თუ ეტყოდა მას იესო, სული ეგი არაწმიდაი, განვეტკაცისა მაგისგან. და ჰკითხა მას, რაი არის სახელი შენი? და ხრქუა მას, ლეგეონარს სახელი ჩემი, რამე თუ მრავალ ვართ. და ევედრებოდა მას ფრიად, რაითა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა. ადამიანიდან გამოსვლა დემონებს სატანჯველად მიაჩნდათ, ამიტომაც ეუბნებიან, ნუ მტანჯავ, ანუ ნუ განგვაგდებ ჩვენი სამკვიდრებელიდან, ანუ ადამიანიდან. მეორე მხრივ ფიქრობდნენ, რომ უფალი ვეღარა იტანდა მათ გადაჭარბებული სითავხედის გამო, არამედ მაშინვე სატანჯველს მისცემდა, ამიტომაც ევედრებიან, ნუ დატანჯავს მათ. უფალი ეკითხება ეშმაკეულს, არა იმიტომ, რომ თვითონ იცოდეს, არამედ იმიტომ, რომ სხვებმა გაიგონ მასში ჩასახლებული მრავალი ეშმაკის შესახებ. რამდენადაც თვალწინ ერთი ადამიანი ედგათ, ქრისტე უჩვენებს, თუ რამდენ მტერს ებრძვის ეს საცოდავი ადამიანი. თავი 5, მუხლით 11, 14 და იყო მონკოლტი ღორთაი დიდძალი, თასაგარე მძოვარი. და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს, მიმავლინენ ჩვენ ღორებსა იმას, რაითა მათა შევიდეთ. და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდა იკაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან ღორებისა მან კბოდესა მას ზღვად, რამე თუ იყვნეს ვითარო რათას და დაიშთვნეს ზღვასა მას შინა. ხოლო მწყემსნი იგი მათ ნიულტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რა იწიარს, რომელი იგი იქმნა. ეშმაკების თხოვენ უფალს, რომ არ განესხა სოფლის გარეთ, არამედ შეეშვა ღორების კოლტში. იგი თანხმდება ამაზე. რამდენადაც ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა, უფალმა არ ისურვა მისგან დემონების ჩამოშორება, რათა მათ თავიანთი ბრძოლით ჩვენთან უფრო დაგვახელოვნონ. უშვებს, რომ შევიდნენ ღორებში, რათა ვიცოდეთ, რომ როგორც ღორები არ დაინდეს, ასევე არ დაინდობდნენ იმ ადამიანსაც, ღმრთის ძალას, რომ არ დაეფარა იგი. რამე თუ ეშმაკები არიან რამტრულად განწყობლნი ჩვენდამი, მაშინვე მოგვსპობდნენ, ღმერთი რომ არ გვიფარავდეს. მაშ იცოდე, რომ დემონებს არა აქვთ ძალაუფლება ღორებზეც კი და მით უფრო ადამიანებზე, თუ კი უფალი არ დაუშვებს. მაგრამ ისიც იცოდე, რომ ადამიანებში, რომლებიც ღორებივით ცხოვრობენ და გრძნობად სიამოვნებებში არიან ჩაფლულნი, დემონები სახლდებიან, რომლებიც მათ დამღუპველი უფსკრულიდან ამ ცხოვრების ზღვაში მიაქანებენ და ისინი ინთქმებიან. თავი 5, მუხლით 15, 20 და მოვიდეს იესოისა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი, რომლისათანა იგი ყოფილიყო ლეგეონი. და შეეშინა. და უთხრობდეს მათ, რომელთა იგი ეხილვა, ვითარ იგი იქნა ეშმაკეულისა მისთვის და ღორებისა მისთვის. და ევედრებოდეს მას, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. და აღრაივიდა იესო ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაითა მისთანა იყოს.
და არა უტევა იგი, არამედ ხრქვა მას, წარვეთ სახით შენ და თვისთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმა და შეგიწყალა. და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად 10 ქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესო და ყოველთა უკვირდა. სასწაულით შეძრულნი იმ ქალაქის მცხოვრებნი იესოსთან გამოვიდნენ, როდესაც წვრილმანები გაიგეს, კიდევ უფრო შეეშინდათ. ამიტომაც ევედრებოდნენ იესოს წასულიყო მათი საძღვრებიდან. მათ ეშინოდათ უფრო მეტად არ ეზარალათ. ღორები დაკარგეს და ენანებოდათ რა ეს დანაკარგი, ისინი უარს ამბობენ ღმრთის მათთან ყოფნაზეც. ეშმაკეული კი პირიქით სთხოვდა ნებართვას ყოფილიყო მასთანა, რადგან ეშინოდა რომ ეშმაკები ჰპოვებდნენ რა მარტოს, კვლავ არ შესულიყვნენ მასში. მაგრამ უფალი მას სახლში უშვებს, რათა უჩვენოს, რომ მისი საძალა და წინასწარ განზრახულება მისი არ ყოფნის დროსაც დაიცავენ მას. უშვებს ასევე იმიტომ, რომ სარგებელი მოუტანოს სხვებს, ვინც მას ნახავენ. ამიტომაც დაიწყო მან ქადაგება და ყველას უკვირდა. მაგრამ შეხედე რა უცხოა მაცხოვრისთვის თავის განდიდება. მას არ უთქვამს, მოყევი რა გიყავი მე შენ, არამედ უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმა. ასევე შენს, როდესაც რაიმე კეთილს იქ მიაწერე, შენს მიერ ქმნილი არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს. თავი 5, მუხლი 21, 29 და წაიხდა რა იკვალად იესო მიერ კერძო შეკრბა მისაერი დიდძალი. და იყო ზღვის კიდესა. და აჰა მოვიმევიდა მისა ერთი შესაკრებელის მთავარი, სახელი მისი იაიროს, იხილა იგი და შეურდა ფერხთა მისთა. და ევედრებო მას ფრიად დაეტყო და ვითარმეთ, ასული ჩემი აღესრულების, რაითა მოხვიდე და დაასხნა ხელნი მასზე და განერეს და ცხონდეს. და წარვიდა იესო მისთანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას. და დედაკაცი ვინმე იყო მონ, რომელი იყო წყაროითა სისხლისაითა გუემულა 12 წელ. და ფრიადვნებულიყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არა ისარგებელეხო, არამედ უფროისად უძვირესად მოვიდა. და ვითარცა ესმა იესოისთვის, მოუხდა მასერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა, რამე თუ იტყო და გულსა შინათვისა, დაღა თუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ცხონდე. და ვითარცა შეეხო მეხსეულად განხმა წყარო იგი სისხლისა იმის და ცნახორცთაგან, რამე თუ განიკურნა გუემულებისაგან. ეშმაკეულზე აღსრულებული სასწაული შემდგომ უფალი აღასრულებს მეორე სასწაულს, მკვდრეთით აღადგენს შესაკრებლის მთავრის ქალიშვილს. იუდეველთათვის, ამ მოვლენის თვითმხილველთათვის, მახარებელი ასახელებს სახელსაც შესაკრებლის მთვარისა. ეს იყო ნახევრად მორწმუნე ადამიანი, იმით რომ ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს, იგი მორწმუნედ წარმოჩინდება, მაგრამ იმით რომ სთხოვს წამოსვლას, ისეთ რწმენას ვერ უჩვენებს, როგორიც საჭიროა. მას უნდა ეთქვა, მოლოდ სიტყვა თქვი. ამასობაში მიმავალ უფლის გზაზე ინკურნება სისხლმდინარე დედაკაციც. ამ დედაკაცს ჰქონდა უდიდესი რწმენა, რადგანაც იმედოვნებდა განკურნებას მხოლოდ უფლის სამოსელითაც კი. ამიტომაც მიიღო კურნება. გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება ეს ადამიანურ ბუნებაზეც. იგი იყო სისხლმდინარე, იმიტომ რომ ცოდვას სჩადიოდა, რაც არის სიკვდილის სულისა და ჩვენი სულების სისხლსღურის. ჩვენმა ბუნებამ ვერ მიიღო კურნება მრავალ ექიმთაგან, ანუ ვერც ამა სოფლის ბრძენთაგან სჯულისა და წინასწარმეტყველთაგანაც კი. მაგრამ ის განიკურნა, ოდენ შეეხო ქრისტეს სამოსელს, ანუ მის ხორცს, რამე თუ ისაც სწამს, რომ ქრისტე განხორცილე და ის არის კიდეც ის, ვინც ეხება მის სამოსელს. თავი 5, მუხლი 30, 34. ხოლო იესო გულისხმოყო მეხსეულად თავით თვისით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქვა, ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა. ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას, ხედავერსა ამას, რამე თუ შეგაჭირვებენ შენ და შენ იტყვი, ვინ შემახო მე? და მიმოხედვი და რაითა იხილოს რომელმან ესეხო. ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რა იგი იქნა მისზე და მოვიდა და შეურდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი. ხოლო თავად მან hrქვა მას, ასულო სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ, წარვეთ მშვიდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.
Ძალი გამოდის ქრისტესაგან არა ისე, რომ ადგილი შეიცვალოს არამეს, პირიქით ის სხვებსაც გადაეცემა და ამავე დროს მოუკლებლად არის ქრისტეში, ისევე როგორც გაკვეთილების სწავლებისას რჩება მოსწავლეებთანაც და ამავე დროს ისწავლება მასწავლებელისგან. მაგრამ შეხედე, როგორ ავიწროვებდა მას ხალხი ყველა მხრიდან და მიუხედავად ისა, ერთიც არ შეხებია, პირიქით, დედაკაცი, რომელიც არ ავიწროვებდა, შეეხო მას. აქედან ვსწავლობთ იმ საიდუმლოს, რომ მრავალი ყოფით საზრუნავით დაკავებულ ადამიანთაგან, არც ერთი არ ეხება ქრისტეს, ისინი მხოლოდ ტვირთად აწვევიან მას. პირიქით, ვინც ტვირთვად არ წავება იესოს და არ ამძიმებს საკუთარ გონებას ამავე საზრუნავებით, ის ეხება მას. მაგრამ რისთვის გაამხილა უფალმა დედაკაცი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახელი გაეთქვა დედაკაცის რწმენისათვის, მეორეც იმიტომ, რომ აღეძრა შესაკრებლის რწმენა იმისა, რომ მისი ქალიშვილიც ასევე გადარჩებოდა ამასთან ერთად, იმიტომ, რომ გაეთავისუფლებინა ძლიერი შიშისაგან დედაკაცები, რომელსაც ეშინოდა კურნების ერთგვარი მოპარვის გამო. ისევე, როგორც მახარებელი ამბობს, დედაკაცსა მას შეეშინა და წრწოდა, ამიტომაც უფალს არ უთქვამს, მე გადაგარჩინე შენ, არამედ სარწმუნოება მან გაცხოვნა შენ. წარვეთ მშვიდობით, ანუ სიმშვიდით. აზრი ამ სიტყვებისა ასეთია, დამშვიდდი, შენ ვინც აქამდე მწუხარებდი და შფოთავდი. თავი 5, მუხლი 35, 43. და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის მთავრისანი მის და ეტყოდეს, ასული შენი აღესრულა, რა ისაღა აშრომებ მოძღვარსა. ხოლო იესოს ვითარ ესმნე სიტყვანი ესე, რომელსა ეტყოდეს, რქვა შესაკრებელთ მთავარსა მას, ნუ გეშინინ გარნაგრწმენინ ხოლო. და არავინ უტევა მიდევნებად მისთანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოანე, ძმა იაკობისი. და მოვიდა სახლსა მას შესაკრებელთ მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადება იფრიადი. და შევიდა და ხრქვა მათ, რა ისაა შფოთებულ ხართ და სტირთ. ყრმა იგი არა მომკვდარარს, არამედ სძინავს. და იგინი ხბასრობდეს მას. ხოლო თავად მან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამა იმის ყრმასაი და დედაი და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა იგი იდვა მკვდარი და იგი ყრმაი. და უპრა ხელი ყრმისა იმის და ხრქვა მას, ტალითა კუმი. რომელ არს თარგმანებით, შენ გეტყვი, ყრმაო აღდეგ. და მეხსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამე თუ იყო იგი 12 წლის ოდენ. და განუკვირდებოდა მათ განკვირვებითა დიდით აფრიად. და ამცნებდა მათ ფრიად, რაითა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაითა სცენ მას ჭამადი. შესაკრებლის მთავრის ხალხს ქრისტე ერთ ჩვეულებრივ მოძღვრად მიაჩნდათ, რის გამოც თხოვდნენ მისულიყო და ელოცა გოგონასთვის. ბოლო კი, როდესაც ის მოკვდა, იფიქრეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო მისი სიკვდილის შემდგომ. მაგრამ უფალი ამხნევებს მამას და ეუბნება, მხოლოდ ირწმუნე. ამასთან არავის რთავს ნებას გაჰყვეს, გარდა 3 მოწაფისა, იმიტომ რომ დაბალი იესოს არაფერი სურს აკეთოს სხვების დასანახად. მის სიტყვებზე ბავში არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს იცინიან, ეს იმიტომ დაუშვა, რომ შემდგომ არ ჰქონოდათ საბაბი ეთქვათ, თითქოს მას გული წაუვიდა და გასაკვირი არ არის, თუ კი აღადგინა იგი. პირიქით, ტავინათი თავი თვითონვე ამხილეს ტავიანთი მოწმობით მის მიერ ნამდვილად მკვდრის აღდგინების შესახებ, როცა გაიცინეს კიდეც მის სიტყვებზე, რომ იგი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. უფალი მის ხელს ხელში იღებს, რათა გადასცეს ძალა. ხოლო მისთვის საჭმლის მიცემას იმიტომ ბრძანებს, რათა დაარწმუნოს აღდგომაში, როგორც ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად მომხდარში.